გახლავთ საგრებულოს თავმჯდომარე დავით არჩია და გახლავთ ასევე ქართული ოცნების თავმჯდომარე რაიონის გამგებელი ბატონი ჟამბაძე ურის გუბერნატორის მოადგილე ბატონი გიებრაძე ასევე საგრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თქვენი მონამორჩილი ყველა ის გუბერნატორზე და ასევე თქვენი რჩეული თქვენი ათლაც ღირსეული რჩეული მე ყველა ვამბობ ამაშინი ამ სიტყვის ღირსეული ადამიანი რომელიც თქვენს სახელს ამოაყენს უზურგეთის საგრებულოში თქვენი ხმარი უზურგეთის საგრებულოში ეს გახავს ბატონი ირაკლი ჩხაიძე ასევე აგზანდებიან სხვადასხვა საგრებულოსებრები დეპუტატები გამგეობის თანამშრომლები მოადგილეები მონტაჟანებს ანტერესებს ასევე თქვენი გამგეობები პროგრამები ასევე აგზანდება ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი სვიერ პოჭანტინაძის ბიუროს ხელმძღვანელი ბატონი მურთას კოცხიშვილი და ერთი რამე მინდა თვითონ სიამაყის ზნოვი დავნიშნო რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ჩემო ბატონებო შემოგიდგებო პირდაპირ ეთერით გადაიცემა ინტერნეტ ტელევიზიამ და თქვენთვის არ არის ახალი ხილი განსაკუთრებით ბევრი ვართ ასე რომ 80% მაინტერესს სარგებლობს აი ამ საშუალებით გაგონებული ვარ სოთანაში რომ კლიანად იქნება დაფარული მოსული ანემოტოცა ამბაც ინტერნეტი თელი თქვენი მურია ყველა საფენო ყველა ოჯახში და ჩვენი საგრებულოს ყველა სიტყვა ყველა გადაცემა აი ეს საკითხები რომელზე გამდიშვა საგრებულოს და თქვენ შეგიძლია სახლიდან გაუსწრებთ სახლიდან ნებისმიერ თითოეულ ჩვენთაგან თქვენ დასვა შეგითხვა დაუსვათ თითოეულ ადამიანს იმ საკითხზე იმ საკითხზე რომელიც თქვენ მიგაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თქვენი სოფლისთვის თქვენი რაიონისთვის თქვენი ოჯახისთვის ჩვენ მზათავართ და ყველა ადამიანს დათავართ იგი თქვენ გიპასუხოთ პირდაპირ ეთერში და თუ არ მოხერხდა პირდაპირ ეთერში ამას სამსახურები იწეს თქმა შეგითხოვს და შემდეგ დაგულებით წერილობით ალბათ ყველაფერს მოგახსენებთ იმას საინტერესო მე მინდა აღნიშნო რომ გითხრათ რომ ასევე დიდი სიამაყე თუ გუშინ ნატანებში ვქონდა ჩვენ შეხვედრა ასევე პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა ჩემო ბატონებო და ამა მთელი საქართველოს უყურებს მარტო უზურგეთი არა და გურია ერთად თბილისიდან იქ ზოგიერთებს დაურეგეს და იყოს არები რომ უყურეთ ამის გამოსვლას ეს ნახეთ და მოგლეთ თემი ის იყო შექმნილი მაგრამ შეიძლება ასევე თქვენს იყურებთ იქნება თქვენი ახლობელები ნათესავები წარმომადგენლები ვინც თბილისის ცხოვრობს და საქმე ცხოვრობს სხვა ქალაქებში და დიდი სურვილით ალბათ გიყურებთ ყველა თითოეულ თქვენგანაც და დიდი სიამაყით იქნება თვითონ ჩართული აი ამ პროცესში და ეს არის ჩვენთვის ასე ვთქვათ სიახლე რაც შევძელით და ალბათ ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის რომ ჩვენ რაც შეიძლება ჩვენი საგრებულო ჩვენი მუნიციპალიტეტი ყველა ხელმძღვანელი ისაგზანდება ჩვენი უპირველესი ამოცანა ეს არის და საჯაროობა შეიძლება ჩვენი და თქვენი ურთიერთობა უფრო მეტი უფრო ღია იყოს უფრო საჯარო იყოს ჩვენ მზათავართ თითოეულ თქვენთაგან უბრძანდეს ბრძანოს აზრები თქვენი გავიზიაროთ ჩვენ ნებით თუნდაც აი ნებისმიერ საკითხს თუნდაც აი ბიუჯეტის შედგენის და შედგენის პროცესში რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის დამიჯერეთ რომ ჩვენ შევძელით რომ 7 მილიონი იყო მინდა გითხრათ რომ თავიდან გათვლილი ჩვენი ბიუჯეტი და საკუთარი შემოსავლების ხარჯი შეიძლება გაგვეზარდა და 9 მილიონს დავიგონეთ ეს პირველი შემთხვევა ასე ვთქვათ ჩვენს ისტორიაში რომ ასე მოხდა მაგრამ რატო ამბობ ამას ჩემო მეგობრებო მე ამ საკითხზე ბევრს მოვაწყენ თავს მაგრამ
ბიუჯეტი თქვა და ბიუჯეტის ყველა განაწილება თქვა ეს ანალოგიურად ის პროცესია რა თქვენ ოჯახის ბიუჯეტი რო წარმოიდგინოთ ჩვენ ყველას გვაქვს ბიუჯეტი ოჯახებს განსაკუთრებით და მართლმადიდებლობა და გიზლიერო და იცით რომ რაღაცებზე არის დამოკიდებული თუ ეკონომიური რაღაცას ფიქრობს ოჯახი მოიფიქრებს რაღაც ეკონომიურად გაძლიერდეს რაღაც შემოსავლები მოიმატოს რაღაცას იგონებს ადამიანი ასევე დაახლოებით ბიუჯეტი ასევე დაახლოებით ქვეყანას ამ პრინციპზეა მოწმობილი ჩვენს ვფიქრობთ რომ რაც შეიძლება მეტი გქონდეს ეს ბიუჯეტი და რაც მთავარია როგორ დავხარჯოთ ის რაც გვაქვს ჩვენ ფული და რაც გვაქვს და დამერწმუნებით რომ განვითარებასთან ერთად ეკონომიკის ზრდასთან ერთად ეს ბიუჯეტის გაიზრდება და შეიძლება 2-3 წლის მერე 9-18 მილიონი გქონდეს მეტი და ყველას სურვილი აქვს თქვენი ბიუჯეტი და თქვენი საქმეების უკეთესად იქნება თქვა. ჩვენს იმ არსებული ბიუჯეტიდან მაგალითად მართლა ვძოლოთ რომ უპირველესად თქვა რა გაკეთდეს, რაზე პრიორიტეტი რა იყოს ჩვენი რა გავაკეთოთ ვას ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადია რომელიც არის ზარი, კვალიანი თუ 1000 პრინციპი აღჭირდება და ნებისმიერ რომელსაც ჩვენ თვლით აუცილებლად რომ აი თქვა განათლების სფეროს რომ შემიძლია ჩვენი ბიუჯეტის 25% სკოლამდელ 23 იხარჯება და ჩვენ ეს ამბავი გითხრათ რომ წელს ჩვენ დაიწყება სოფლის ზუგდიდში ახალი ბაღის მშენებლობა რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება სულიკეთება ასევე რაიონში რომ ასე ჩათვალა მე და ჩემამებურებმა გადმოირაგეს იულიში პროპაგანდა ახლა გზების კეთება და რაღაცების კეთება ამასაც გეტყვიან კიდევ მოგვიანებით მაგრამ არის ასე რომ სადადვილი არ არის ზამეთანხმები ჩვენთვის ყველაფერი მაგრამ მაქსიმალურად იმას ვთვლით რომ პირველადად რა იყოს გასაკეთებელი და იმას ვაკეთებთ რაც აუცილებელია რაც სასწორია რაც თქვენთვისაც აუცილებელი იქნება პირველ რიგში ამას ვაკეთებთ მე როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარეს არ მაქვს უფლება არ გითხრათ რომ თქვენ პირადად თითოეულ თქვენთაგან თითოეულ სოფლო ზუგდიდს არ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა უღმესი მადლობა იმისთვის რომ ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში როგორ დამაგვწევი ეს შეხვედრები რაც ჩვენ აქ საზოგადოებასთან თქვენ საზოგადოებასთან იმართებოდა აი ეს მეგობრებთან ნამდვილად არ დამაგვწევა და რომ არა თქვენი აქტიურობა დამერწმუნებული რომ არა თქვენი მართლაც სამაგალითო თუ ცევა ამბობს გმირობის ტოლფასი აქციები ჩვენ გავიმართებდით და ახლა მაშინ ისეთი ხელისუფლება იყო თქვა ისეთი რეჟიმი არსებობდა რასაც ნაციონალური მონopოლები ყავდა და მე თანხმობდი რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა მართლა ამის დამარცხება ამის ეს შევძელით თქვენი და რატო დიდი მადლობა იცი ჩვენ შევძელით როგორც ყველა საკუთრებოდა ჩვენთან და ის ისტორიას თუ გადავხედავთ ჩვენ რევოლუციის გზით არ მოსულდა ამას ევოლუცია ქვია განვითარება ქვია ნებისმიერი რევოლუცია გლევას იწვევს, უბედურობას იწვევს, რაღაცებს იწვევს, თუმცა მე ამის გამოსვლება საუკუნეები შეიძლება დაჭირდეს. წლები ხო ჭირდება და ჩვენ ეს ბევრი გამოვცადეთ მოახლეს ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყნის და შედეგების ისიც ამოვიკი თუ რა ხონდა და როგორ ის დასახურდა და რა დონეზე. ამისთვის მართლა დედამიწაზე უნდა თქოს კონკრეტულად შევძელეთ, რომ ჩვენ დაგვიმარცხებინო ეს რეგიონი და მინდა გითხრათ რომ 2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი ასევე იცით რომ საპარლამენტო არჩევნების წელია და 2012-ზე არა ნაკლები და არა მნიშვნელოვანი მინდა იცოდეთ უცხელად ეუნები და მე მჯერავს ერთი რამის მაგ ამის უფლება და ამიტომ ხომავდა რომ მჯერავს რომ როგორც თქვენთან ერთად ჩვენ გავიმარჯვეთ და მიზეიმეთ ასევე 2016-ში გავიმარჯვეთ ასევე თითოეულ თქვენთაგან რატონებულობა ყველა უზრუნველელი ვიგზანდება საარჩევნო ყუთად და თავის ვალს ქვეყნის წინაშე ნამდვილად მოიხსნას და მოიხსნის 4 წელიწადია ქვეყანა გეუბნება რომ თქვენ ავჭირდებით 9 საათი თუნდაც 1 საათი დავხსნით ქვეყნის გულისას თქვენ რომ ვიგზანდეთ და იქ თქვენი ხმა თქვენი შეხედულება დააფიქსიროთ რომ როგორ მიგაშნია თქვენ სწორად რომ თქვენი ქვეყნის მომავალი როგორი იქნება, თქვენი ოჯახის მომავალი როგორი იქნება, თქვენი რაიონის, თქვენი სოფლის, თქვენი შვილების თუ შვილიშვილების ბედი როგორი იქნება, ეს უნდა დააფიქსიროთ ნამდვილად. რომელიმე შეიძლება ვთქვათ, ასე ვთქვათ პოლიტიკური
ორგანიზაცია, პარტია, რომელსაც თქვენ აერჩევთ, კოალიცია იქნება თუ რაც იქნება, მაგრამ მე ერთი რამე მჯერავს კი, რომ მიგზანდებით, ერთადერთი, რომელიც ყველაფერს ამას მოიტანს და ყველაფერ ამას თქვენს ამ შეხედულებას უზრუნველყოფს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება იქნება და მჯერავს ამის ნამდვილად მე სხვა შემასწავლებლებს ამას ნამდვილად ვერ ამინდა. თუ რატომ მანდამაინც თქვა ქართული ოცნება, ამაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მე რომ შეიძლება საღამომდე მოვიწიოთ თქვენ არ გაჩერება, რომ ძალიან ისე ბევრი რამე ვიცი, თქვა ის სიკეთე თქვა რაც გააკეთა. ისიც შეიძლება გითხრათ რომ იქნება მართლაც არ ყვირივარ ყველაფერ ამაზე, პიარიც შეიძლება გვაკლია, რომ ასაც აკეთებს მომდენი ხელისუფლება. მე ორ-სამ თემას შევეხები, უბრალოდ თქვენს რომ დაწუნდეთ და დანარჩენი უამრავია კიდევ თქვათ რომ თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამეთანხმებით ალბათ ამდენად ხელმისაწვდომია თითოეული ჩვენთაგანისათვის, ნებისმიერ ჩვენთაგანისათვის. ყველას გვეხება როგორც მე, ასევე ნებისმიერ ადამიანებს, ასევე თქვენ ეს პროგრამა და ამეთანხმებით რომ თუნდაც ამერიკაშიც კი, რომელიც ყველაზე მეტად განვითარებულია ქვეყანაზე, მსოფლიოში, იქაც არ არსებობს ასეთი პროექტები და ასეთი პროგრამები არ არსებობს, ნუ იქ ყველაფერი ფულია. იმასაც გვეთანხმებით რომ იქ შემოსავალიც მეტია ადამიანებს, კი ბატონო, მაგრამ იქ ყველაფერი ერთადერთი ენა არის ფული გაქვს კი ბატონო და რაბინოებში ზინდა იგროვიშიც იქნება, მაგრამ ეს კი რაც შეძლო ჩვენმა ქვეყანამ, მიუხედავად თავისი ეკონომიკური სიდრუჯულისა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ყვავივართ ჩვენ ასე რომ ვთქვათ, ეკონომიკა არ არის ინდონეზია, ჯერ ნუ განვითარების შესაძლებლობზე არ ვართ, რომ მართლაც ჩვენ ეს არ გქონდეს საამაყო და ჩვეულებრივი მოვლენა გქონდეს, მაგრამ მე ნამდვილად მიაღება ვთქვათ იმ ხელისუფლების, იმ ქართული ოცნების, ვინც ეს განდევა ხელისუფლების სათავეებთან, რომ ასეთი რამე შეთავაზა ნებისმიერ ჩვენთანაც. დაცულია, თუნდაც ამ მხრივ ნებისმიერი ადამიანი არ ეშინია მას, რომ ხვალ და ზეგებს ერთმა ნუ მიგიყვანოს ნურავი, არც ეს არ გვინდა. ჩვენ რომ იქ მივიდეთ და იმ კარებთან გვხვდეთ. რასაც თქვა საავადმყოფო თუ ექიმი ქვია, მაგრამ პირდება საუბედუროთ ასია სწორა მოწყობილი, როდესაც ვერავინ ვერ გავექცევი და ნებისმიერი ოპერაციაც კი თუ გადაუდებელია, მინდა გითხრათ რომ ეს 100%-იანი ფასო ფინანსდება, მაგრამ თუ კი თქვენ გეგმავთ თქვა, არ ვიცი, გულის ოპერაცია და გადაგაჭიროთ თქვენ არა გაიგეთოთ, აქ 70% სახელმწიფო გიფინანსებს და 30%-ია ჩვენი გადასახდები. მინდა გითხრათ რომ იმ 30 გამეთანხმება და ბატონი გამგებელი საგრაფო დანდება რომ იმ 30%-ში ჩვენი მუნიციპალიტეტი უამრავ ადამიანს ეხმარება. ნებისმიერ ჩვენთან მომართვის შემთხვევაში შეიძლება არც კი გვაქვს ამის მანდამაინც საშუალება და არც გვავალდებულებს თქვა რამე კანონი შეიძლება და პირიქით, მაგრამ ერთი ადამიანიც კი არ დაუტოვია, ვიცი მე არ მასწავლებელი ხელისუფლებას თქვა ყურადღების გარეშე ერთი ადამიანის ვერ თქოს, თუნდაც სოფელ უზრუნველყოფის რომ ახლა ჩვენთან მომართვის შემთხვევაში რომელიმე დავტოვეთ და მიუხედავად ჩვენ არ დავეხმარებთ. კიდევ რაც შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამას აკეთებს, აფინანსებს, მაგრამ ჩვენ მაინც შეძლებს დაყურებთ მაქსიმუმს ვაკეთებთ. პლუს ამას თქვა აი C ჰეპატიტის პროგრამა, საკუთაროდ თუ უბედუროთ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ამით ვირუსითაა დაავადებული საქართველოში. ძალიან ბევრი, რომელსაც ჩვენ არ წარმოვიდგენთ არც ერთი შეიძლება. ამ ადამიანებს თუ პირველ ეტაპზე ეს ადამიანები თქვათ ასეც მოხდა რომ პირველ ეტაპზე თქვათ არ განიკურნენ, ასე რომ თქვათ ვირუსი არ მოშორდა თავიდან და ხელმეორედ უტარებენ ამ ადამიანებს კიდე გარკვეულ კურსი გადასცემდა და ასტრონომიულ ციფრებზე აქვს საუბარი, რაც ჟდება ერთი ამ C ჰეპატიტის ამ ვირუსის მკურნალობა და მეტანხმებით რომ არც ეს არ შეგვიძლია, თუნდაც ერთად აღებულს. ჩვენ ერთად აღებულს ყველას რომ აი ერთმა ადამიანმა შეძლოს ამის გადახდაც კი, ნუ აქ საპარივით იქნება ეს ყველაფერი, უნდა მოვაჭროთ არა, მაგრამ შეძლოს სახელმწიფომ შეძლოს აი ხელისუფლება რაღაც ქართული ოცნება ქვია და ის დავრობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიყვანა დღეს ხელისუფლებაში, ჩემო ბატონო. თუნდაც არ მინდა ასეთი არ შევეღო ამ განათლების სფეროს და იქნება მასწავლებლებიც ამ სკოლაში ვართ, ამ წმინდა ადგილზე. მასწავლებლებიც იქნება დანდება, რომ თუნდაც რომ ანაზაურება მასწავლებლებს გაეზარდა და ისეთი სამარცხვინაა, რაც ადრე იყო. იქ ნუ თუნდაც რომ სექტემბერში თქვენ და თქვენი შვილები რომ მობრძანდება აქ ამ შენობის ოთახებში და მოვლენ ამ მერხებზე დამზადებიან და იქ რომ წიგნი იარაღი, ცოდნის, ასე რომ ვთქვათ, აი საყიდები არა თითოეულ ჩვენთანაც.
რომელიც სამწუხაროდ მე პირადად 500-600 ლარს ვიხდიდი. ყველა ამ სექტემბერში 500-600 ლარი თან ასეც ხდებოდა კიდევ რომ თქვა რაღაც გაკურული რა იყო მაფია რაღაც მოქმედებდა რომ დღეს რომ რუსულის თქვა ან ინგლისურის რაღაც ავტორით იყო თქვა დარჩიას ავტორობით ყველა აღარ როგორ ეს დარჩია და უნდა ყველგან ერადება რომელიც ეს უნდა გეყიდა და კიდევ დამატებით კიდევ ფული უნდა გეყიდა და ნუ იყო ასეთ რაღაცა მე მომი ეს ერთად დასრულდა ამ მსგავსი რამე არ იქნება და ჩვენც რა თქმა უნდა მერქანდამიფაროსო ქართული მოდულები არა ვართ რომ მესმალობას უნდა რომ ელემენტარულად ჩემი ჯიბეთი ვიუჯები იმ 500 ლარი დავზოგებ და იმ ბავშვს ჩემს ბავშვს უნდა ასე რომ სხვა უყიდე იმიტომ რომ წინის გარდა სასაცმელის უნდა და სახურავის უნდა და სასაცმელის უნდა რაღაცა უნდა კიდე სექტემბერში რომ მithumetes ახალგაზრდა ვიზარდება სკოლაში ასე რომ დიდი მადლობა იმისთვის მართლა დავჟევდეთ ნებისმიერი სფერო ინდაქსოფლის მეურნეობაში მე მინდა გითხრათ რომ შეიძლება ამ ფორმატში ამის გაყრევა ძალიან რთული იყოს მაგრამ მე ვიცი ყველაფერი თუნდაც ნატეხნის პროგრამა ასევესაც იქნება აუცილებლად გაგრძელდება ასევე რაღაცას გვიგეთებოდა დიდი მადლობა ასევე ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა მიიღო სახელმწიფომ ასე ვთქვათ მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით კიდევ უნდა ვთქვათ ამის ახსნა ცოტა მე რა თქმა უნდა გივისი ამ შესაძლებლად რო ვინდა და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ ბოლო ჩვენ ვიყავით შეიძლება გითხრათ ის ჩვენი ხელისუფლება მიუხვდა ამას იმათ შესწომას მე დამკვირვებელია ნაციონალების დროზე მახსოვს რომ აქ გუბერნატორი და იმაზე დაждდებოდა თქვია სპეციალური ტექნიკა ხრელა ბუდოზე რაღაცა და მიდიოდნენ და რეკლამა რომ როგორ ხრიდა გუბერნატორი ჩაის უსამწუხაროდ იმას იქით რა იყო და თქვა ამას არ უყურებდა ამას რა სოციალური მნიშვნელობა უნდა ამას რა პოლიტიკური მნიშვნელობა არამედ დაგიდებდა ამას არაფერ დღეს კი რომელიც ფაქტურად ჩვენს რაიონში მოსწეს და განადგურეს კი ეს ახლა რომ ვიტყვათ ყველაფერი ძნელია მაგრამ შეუძლებელი არ არის ნამდვილად ჩვენ ამას წელს უკვე დაიწყო ეს პროგრამა არის ადამიანები რომლებიც ჩართულია ამაში ეს პროგრამა ხელმისაწვდომი და ეს პროგრამა და თქვენ რო გაესწროთ თქვენ ზამეთახმებით მისვენ თუზაგანი დამიჯერეთ რომ ნამდვილად ერთი საუკეთესო პროგრამაა და მჯერავს რომ ალბათ ესეც თავის განხორციელებას პრობლემა და იმიტომ რომ ჩაი ჩვენთვის ასე ვთქვა სოციალური დაკვირვების მატარებელი თქვა არ ვამბობ სოფელო ზუგდიდი მაგრამ არის ჩვენთან ესეთი თქვა ასკანა ზიანია მათ შედარებით მაღალ ფინანსური ზახი ჩვენ ვარდნობა იქი ის ადამიანის დასაქმება არავის არ ძალებს ამე შექმნა საფარველების აშენა რაღაცები ეგეთად არ არის ასე იოლი მეთანხმება დასაქმება ჩვენთვის ძალიან ძნელია რა თქვენთვის აპოლოს ჩვენს ასე სულ და ვფიქრობ რომ ბიზნესი უნდა განვითარდეს თუნდაც ეს ჩაის პროექტი თუ განხორციელდება რაღაც გარკვეული ბიზნესი თქვა სოფლიო ზუგდიდში და ყველგან რაღაც შეიქმნება ჯგუფები და სადაც ადამიანები დასაქმება თუ ბიზნესი არ განვითარდა ტყუილია უგადლოთ უნდა რომ დასაქმება და სახელმწიფო სამსახურში და საჯარო სამსახურში რამდენი შეიძლება განსაზღვრელი კარაკტერი შეიძლება მიდაედება და არც იქნება ასეთი წარმოუდგენელია მაგრამ ბიზნესი რო განვითარდება მჯერავს რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება და დაამკვიდრა თქვა ქართულ მოსახლეობამ ბიზნესის რომ ტერორი აშინება წარწმევა აბა მითხავს მიდოლმა რომელიმე ადამიანმა თქვენთან ვინმე მოგზავნა მე კი გეუბნები და გიწოდებ და ვამბობთ რომ მე მგონი სიმართლეს ვამბობ და ერთი ტყულის არა კიდევ ან მითხარით თუ სისულეს ვამბობ რომ ჩერდები და აქცენტ პასუხს რომ მე კი მოგიწოდებ რომ ქართულ ოცნებას უნდა მისცემ თქვენ ხომ და რატომ იმასაც გეუბნები მე ხوار გეუბნები გინდა თუ არა და ამისთვის ამას რომ არის და ვაი თქვენი თავის ბრალი თქვენი დახმარებები მოგეხსნება თქვენ რაღაც პენსია ამას გიზამთ იმას გიზამთ მსხამ თქვენ შვილს და მაინც ასეთ ვარ იქნება ნარკოტიკს შევდო ჯიბეში და არა ნუ ეს მე მგონი საერთოდ დასრულდეს უნდა საქართველოში და ჩვენ ვართ მართლა პირველი ვინც თქვით რომ არანაირად თანაც ჩვენ ნამდვილად გვინდა მოგება და დაწუნებული ვარ იმიტომ რომ ჩვენ თქვენ ძალიან სამიარდ ადამიანები ძანდება და გურულები განსაკუთრებით სოფლო ზურგდიდები განსაკუთრებით ჩვენ აღებულ გეს და კურს არ შევაქცევთ ზურგს იმიტომ რომ ცუდად წავალთ მაშინ საქმე ჩვენი ოჯახის განვითარებას ვეუბნებით ვარს ასე ვთქვათ თუ ამას არ ვიზამთ და თუ რაც მე მგონი აქ
დაწყებულია ის თავისუფლება, რომელიც რომელსაც ყველა სფერო გრძნობს. რეწველობა იქნება დაწყებული თუ სოფლის მეურნეობა თუ ნებისმიერი კუთხით, რაც ყველა სფერო გრძნობს ამას, ალბათ ეს იქნება იმ გარანტიის და იმ წარმატებების მომტანი, რომელიც გვექნება ჩვენ აუცილებლად ეს წარმატება და გვექნება ჩვენ ყველა თქვენთან ერთად წისვლა. გამართული თამაში ნამდვილად ასე იქნება. ძალიან დიდი მადლობა. მე ამ კუთხით კიდევ თავს თუ მე შემდეგ შეკითხვები გექნება გამომე მზათავარ იპასუხო თითოეულ ადამიანს თითოეულ თქვენგანს ბატონო, მაგრამ ახლა კი მინდა რომ თქვენ შეულს მე ვითხარ კიდევაც რომ არსებობს სოფიოს ზუგდიდი რომ მართლა საუკეთესო ადამიანი არჩია. დიდი მადლობა ამისთვის, ამას ალბათ ყველა მეგობრები მომეთანხმებით. ბატონ ერაკლი, რომელიც შეყვარებულია თავის სოფელზე, შეყვარებულია მე მახსოვს რომ მითოლოგია რომ მოდა სტიქია ასე რომ ახლა მე და მერაბი გამოდიოდი თქვენიდან რომ ყველგან პრობლემა იყო, რომ სამწუხაროდ ისე მოხდა რომ მთელ რაიონში მანდამაინც ლოკალურად ყველგან თოვლი მოვიდა და ყველგან 1 მეტრი იყო. მე ხარ ზაყვალი ყველგან მოვიდა. თუ და თულია ხომ და მეთანხმებით ადამიანები მინდა რომ უსვაფი იყოს რაღაც იყოს. ახლა სამანგალითო დიშრომა ყველა მე დამეთანხმეთ რომ რამე საათები უკვე აღარ დავხდა ცენტრში ირაკლი ისოზე მოდიოდი და რაღაც ტრაქტორი მოდიოდა და ნუ ვთხოვთ რომ ნახევარ საათი აღარ დარჩა რაღაც ნაძლევ რა უნდა იყო და მე აი ვანატორს ასაი გიგვიდა და სიანში თუ ასანაში თუ და მაგრამ ეს უყურებელი იყო ადამიანი რომ თქვენ ასე გზავნებოდა კვალიფიკებოდა და გაერთიანებოდა მაქსიმალურ ძოლობს თქვენი მართლაც მაქსიმალურ თქვენი ხმა არის ჩვენთან რეგულში და ძოლობს რომ თქვენი ხმა ფართოდ იყოს იქ წარმოდგენილი და თუ რა გაგეთა და მან ერთად ხელისუფლებასთან ერთად აქტუალურ ოცნებასთან ერთად რა გაგეთა უგახსენებთ რომელებია შეკითხვები მე შეიძლება ადონ გამგლებელთან ნებისმიერ ადამიანთან და გამომწვევად ყველაფერზე გასულა მოგესალმებით ჩემო კარგებო ჩემო უსახალისო ადამიანებო და დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და ცოტა ვხილავთ წინაშე მინდა რაღაც ცოტა ჩვენი გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეა. ჩემთვის დიდი პატივია წავდე სოფელ ოზურგეთში, სადაც დავიბადე, ცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად. ანგარაში ჩავაბარო იმ საზოგადოებას, რომლის წევრიც მე ვარ. ასევე დიდი პასუხისმგებლობა გავამართლო ის უდიდესი ნდობა, რაც ჩემს თავი 2014 წელს ივლისში არჩევნების დროს გამოხატეთ. როგორც მოგესალმებათ მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო სახელმძღვანელოა ბიუჯეტი 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვისას ნომერ 1 პრიორიტეტად ჩემს პოლიტიკურ გუნდს ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოსთან ერთად მხარი დაუჭირეთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხელშეწყობას. შედეგად სოფელ ოზურგეთში ინფრასტრუქტურის კუთხით დაიხარჯა 9000 ლარი. მოიწვეშა და ლოკალურად შეკერთა 9 უბანი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე არხებს 4 უბანში. მოწესრიგდა და სოფლის ცენტრის სანიაღვრეები. მოწესრიგდა და სასაფლაოსთან მისასვლელი გზა და გავიტანეთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ასევე თქვენთან შეთანხმებით და ჩვენი დახმარებით სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხა, რომელიც შეადგენდა 35758 ლარს მოხმარდა ბაღის საბავშვო ბაღს მოხმარდა ისა გაკეთა ადმინისტრაციული შენობაში ერთი ოთახი ისა გარე განათებები და 400 მეტრი არხი გავუყვანოთ. ასევე ჩვენ 2016 წლის ბიუჯეტში ნომერ 1 პრიორიტეტად გვაქვს ინფრასტრუქტურა და მინდა თქვენი სიახლე გაცნობით. ანუ სოფელ ოზურგეთს და გურიანთა შორის გაიხსნება გზა, გაკეთდება, რომელიც მილიონზე მეტი დაჯდება. ასევე არის ბაღის მშენებლობა დაგეგმილი. ესეც ნოემბრის თვეში ჩაბარდება ბაღის მშენებლობა და იქნება ევროსტანდარტების ბაღი. კიდევ ეს გზა სექტემბერში გავდება, ხო?
სექტემბერში. იგივე მინდა ვთქვა ჩემ მშობლიურ სკოლაზე. თუმცა ეგ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის პირდაპირ ვალდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის, მაგრამ კარგად ყავს გათავისუფლებული, რომ განათლებული მომავალი თაობების გარეშე საქართველოს ჩემი სოფლის მუნიციპალიტეტის აღმშენებლობა ყოვლად წარმოუდგენელია და სუსტად ამ წმენით ბატონმა დიმიტრი კვერდელიძემ შემოვიდა საკრებულოში და შემოიტანა ის წინადადება, რომ ვინც საჩინებული მოსწავლე იქნებოდა და 100%-იან გრანტს მიიღებდა 3000 ლარი დაჯილდოვდებოდა და სკოლა თავისთავად 1000 ლარს მიიღებდა და ამასაც დაუჭირეთ მხარი და საბედნიეროდ ჩვენი სკოლის მოსწავლეც ერთ-ერთი დარჩა და დიდი მადლობა ამ ყველაფერთვის და შეიძლება გითხრა პასუხით რა გვაინტერესებს, რა გვაქვს პრობლემა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ გაგცემ ყველაფერს პასუხს. კარგი ბატონ დიმიტრის ფოტო მოგესალმებით, ჩემო მსოფლმხედველო. ირაკლის რომ თქვენ თვითონ მიყვარს, ეს ისედაც ჩანს, იმიტომ რომ ძალიან გელავს, პირიქით ითხოვა რომ იქნები არ გამოვიდეს თვითო, იმიტომ რომ გულანტებული კრიტიკა თქვენზე შეყვარებულია, ძალიან მიხარია რომ ასეთი ადამიანი არის. მე მინდა ჩემ დათოს დავეთანხმო, ირაკლა ერთი წამით არ გაჩერებულა იმასთან პირში თუ თვითონ სოფელს რა იხვა და რა აწუხებს. მე მინდა უბრალოდ გითხრათ ირაკლის აქტიურობით რა განხორციელა და რა დაუჭირეთ ჩვენ თემობაში მხარი. თქვენ ძალიან მოგესალმებით ჩემო სამასოფლმხედველო, ჩემ მართლა დიდი პატივია თქვენ წინაშე წავაგეთ და ჩვენი პირველი თავი ღირსება არის ის რომ ჩვენ არ გავცეთ ფუძანადირები და ვიმეთქულში და ეიფორიაში და ასადომში არ შევიყვანოთ. ჩვენი თავი ღირსება არის რომ ყველაზე ახლოს მივიდეთ საზოგადოებასთან, ყველაზე ახლოს მივიდეთ ხალხთან, რომელიც უზენაესია ქვეყანაზე და მე შემდეგაც თანამდებობაზე ავიღებით ვიცხოვრობ თქვენთან ერთად, იმიტომ რომ სხვა ჩვენ არ შეგვიძლია თუ ჩვენი წინაპრები აქ არიან და თქვენი შვილს აქ უნდა იცხოვრონ მომავალში. ასე რომ ჩვენი თავარი ღირსება არის სიმართლის თქმა იმ ადამიანებთან, ვინც ყველაზე მიზღვა გავუცხადოთ ჩვენ. ასე რომ სოფელ ოზურგეთში ჩვენ მეგობრებო, ეს შეიძლება ირაკლი მიღება ინფრასტრუქტურაზე და შეიძლება უცებ არ დაეთქვა ჩვენ სოფელს და ვერც კი დაეთქვა, იმიტომ რომ კიდევ ვითხარ ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ვერ გოწიკას, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ნომერი პირველი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტისათვის და ბატონ დავით მას შეეხო ჩვენ ბიუჯეტს, ვისაუბროთ ჩვენ ბიუჯეტზე 9 მილიონში განსაზღვრება და აქედან 2 მილიონი ნახევარს ხარჯავს მხოლოდ ინფრასტრუქტურას. ეს ძალიან მალე თითოეულ ჩვენს შესახვევს, თითოეულ ჩვენ გზას დაეთხოვა და დაეთხოვებაც უკვე არც ერთი გზა უკვე არ არის თუ გავლადი არ იყოს სოფელ ოზურგეთში, არც გზა არ არის რომ ადამიანებს შეეძლოს გადაადგილება, გაუზრდოს გადაადგილება და ყველაზე მეტად სიამაყე გითხრათ რომ უძველესი გზა რომელიც აკავშირებს სოფელ ოზურგეთს ურიანთასთან და შემდეგ პროექტი გაგრძელდება მომდევნო წელს დაიწყება აპრილის თვეში, რომელიც მილიონი ლარზე მეტი დაიხარჯება და კლიენტი იქნება ეროსპილი გაკეთებული. ასევე ყველაზე სიამაყე ჩვენი არის განათლება, ჩემს უზრუნველებო და მე მინდა გითხრათ რომ თუ საერთო პრობლემა გვაქვს, არის ის რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა კვალიფიციური კადრების. ამიტომ ყველაზე მეტად ქვეყანა, მათ შორის ჩვენ პრინციპულად დაინტერესებული ვართ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ განათლებას და ამიტომ თუ ვინმეს დღეს ბავშვები ხავს ბაღში, აბა დამესახებით რომ როგორ შეიცვალა იქ მდგომარეობა, როგორ თბილად, როგორ კი ეკოლოგიურ სუპერპროდუქციას მიიღებენ, ასევე წყალს ძალიან ამართ აცი გაგზავნათ, რომელიც 9 მილიონი დაждდება, თუმცა საუდო ბაღის პატრონი იქნება სოფელ ოზურგეთი, სადაც ბავშვები იბრძვიან ძალიან ცივილურად თავს. ასევე ჩვენ დავიწყეთ დაფასება იმ ადამიანების, ვინც ამ ბაღში წლების განმავლობაში ასწავლიან და მე ძალიან კარგად მახსოვს, როცა თქვენობით აუცილებელი იყო ფასები, დავიწყეთ მატება პირველად შორის საფრთხის განმავლობაში პირველად დავიწყეთ მატება ფასების ძალიან მალე ასე თანამშრომელი არ დარჩება ფასების მატებაში და ეს იქნება გაგზავნა მომავალშიც. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვფიქრებით იმაზე, თუ როგორ გავინთარდეს ჩვენი ახალგაზრდები და როგორ შევუწყოთ განათლებას ხელს. ასევე ირაკლი განმორიდებული ადამიანი და ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, არც საკუთარი სასწრაფო განმორიდებია. თუმცა ლოკალურად აუცილებელი საკითხები იყო გასასვლელი ბაღში, თავის ჯიბი და ამოუღია პური მას და ნებისმიერი პრობლემა იქ აქ მოგვარებით. იგივე შეგვიძლია სკოლაში ვთქვა.
ალბათ არის პოლიტიკურად ამეთანხმება, რომ არც ირაკის აქაც არ დაუხევია უკან. გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მზად არის, რომ სკოლას ნებისმიერ დროს გოჩი დაუდგეს, პროექტებზე შეგაბარაგა ირაკლებს, ჩვენ 16-ში ჩავდებით ბიუჯეტში, რომ 60,000 გავითვალისწინებთ კაპიტალური ხარჯებისთვის, რაიმე სკოლას გადაუდგეს აუცილებელი აქვს მუნიციპალიტეტი და ხას აუსვამთ. ეს არ არის პეტროვის ვალდებულება, რომ სკოლას გოჩი დაუდგეს. ეს არ არის მუნიციპალიტეტის პეტროვის დანიშნულება, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ და გააზრებული გვაქვს რა არის განათლება. როგორ უნდა შევუწყვეტ ხელი ამ ღირსეულ ტაძარს. ამიტომ ახაც ირაკლი არ დაუხევება, არ საკუთარი სასწრაფო. როცა სკოლას ჭირდებოდა რამე აუცილებელი, იქაც იყო აქტიური აი ამ კუთხით. ამიტომ ავარჩიე და შევარჩიე ჩვენ ასეთ ადამიანები ამ სოფელში. ზუსტად ირაკლის დროს დამთავრდა პოლარიზება სოფელში, ვინ არის ჩემიანები, ვინ არის ჩემი მხარდაჭერები და ვინ არის სხვა. და ზუსტად ეს შეიძლება საამაყოთარებად ჩვენ მეგობრო, მაგრამ სოფელი ოზურგეთი არის პირველი მუნიციპალიტეტი, აი ამ სოფელში შედარებით პირველი თემი არის ყველაზე მეტი სოციალური დახმარება გაიცა. ზუსტად მერაბი დახმარებით, თუმცა მერაბს კარგი ურთიერთობა ამ გუნდთან, ჩემს ირაკლის, გამგებიც მინდა მადლობა დავუხმო. არც ერთხელ არ მახსოვს ჩემი დახმარება და ჩვენს ირაკლის, თუმცა მას ურთიერთობა აქვს გამგებელთან. გამგებელი თავის საერთო ფონდიდან ყისიერად ირაკლის გვერდჩებდა მესმის დროს და აი ამ კუთხით 20,000 ლარი დაიხარჯა 107 ადამიანს ჩვენ მეგობრებო. ეს არის ჩვენი მეზობლები, ჩვენი ახლობლებს გადაუდებელი შეჭირდებოდა, გადაუდებლად წამალი ჭირდებოდა და იქვე სარეზერვო ფონდიდან ნებისმიერად თანხა გამოგდა. ახლა მინდა გითხრათ, ეს მინდა იცოდეთ, ჩვენ გარდა იმისა, რომ გვაქვს პროგრამული დაფინანსება სოციალურ კუთხით, ეს არ არის პირდაპირ დანიშნულება, რომ სარეზერვო ფონდი ხარჯებს ამ კუთხით, მაგრამ კიდევ თუ გეუბნები, ძალიან ძნელი ადამიანებს ესაუბროთ გზაზე, ძალიან ძნელი ადამიანებს ესაუბროთ, თუმცა მას წამლის ელემენტარული ფული არ აქვს. აქაც მუნიციპალიტეტს არც და დაუხევია უკან. მე თქვენ პირდებით, რომ არც ერთი სოფელი ოზურგეთები, არც მომავალში არ იქნება მიტოვებული, არც ერთი ჩვენთაგანი თავს ადიზმოთ მარტო, არც დროს, გაგჭირდება მუნიციპალიტეტის გოჩებმა, ეს იქნება წამალი, ეს იქნება სახელმწიფო დახმარება, ოდეს იქნება მზად ირაკლი გოჩი დაგიდეს მუნიციპალიტეტთან ერთად. ასევე მინდა გითხრათ, სიამაყით რომ მე ძალიან მახსოვს, ჩემი შეთანხმებული სოფელი, თუმცა გაზიფიცირებული იყო, ხიან, ნახევარი სოფელი. შერჩეული იყო პოლიტიკური ნიშნით. საერთოდ გაყვანილი იყო გაზი, სადარნო გაყვანილი იყო გაზი, ეს სამწუხაროდ ეს მემკვიდრეობა ჩვენ დავანგრიეთ და დავანგრიეთ დახმარებაშიც. იმ 107 ადამიანში რომელიც გითხარით, ჩვენ ერთი წამითაც ადამიანები ისე გაგხილია, რომ ვინ არის ჩვენი მომხრეები და ვინ არის ჩვენი ხარდაჭერები. და აბსოლუტურად ერთიანია, ყველა ჩემი სოფელი არის ჩვენს ერთიანი. მე რა ვარ, ჩვენ გვერდში არ იყო, ან მომავალში არ იქნება. ჩვენ ვტკივა ყველას ტკივილი და ჩვენ გვაქეთოს ყველას ტკივილი. ამიტომ არც ერთი ოჯახი არ დარჩენილა გაზიფიცირების გარეშე, არც ერთი ოჯახი არ არის დარჩენილი გამოსხმების გარეშე. ეს არის ჩვენი ღირსება, რომ ჩვენ არ გვამასწავლეთ ადამიანებს. ახლა რაც შეეხება მომავალი, აქ ბატონმა ირაკლი მე ვიცი მისი მოსაზრება, იყო საუბარი სოფლის პროექტებზე და მე სიმართლე გითხრათ. მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოუთხო, რომ ჩვენ უნდა დავამთავროთ ჩემო თანასოფროლებო, ეს მართალია თქვენ გეხებთ. ჩვენ არასოდეს რას არ უნდა ისეთი მოითხოვოთ, რომელიც რადიკალურად ჩვენს აწინააღმდეგოთ, ჩვენას არ ემთხვეოდეს, მაინც ისე გახსოვთ, როგორც თქვენ გინდა, იმიტომ რომ სოფელი თავარი, რომელიც წყვეთ, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს სოფლის თანხები, მაგრამ როცა კერძო ყანას ყობა ფართობით, ეს მეწილად უსამართლობაში, უსახურებაში გამოიწვევს. მე კიდევ ერთი გეუბნებით, სოფლის პროგრამები კერძო კუთხით არ უნდა იხარჯებოდეს, კერძო ბიზნესით არ უნდა იხარჯებოდეს, საკუთრებაში არ უნდა იხარჯებოდეს. ჩვენ ძალიან კარგი იქნება თუ 2016 წელს დავამკვიდროთ მიდგომას, რომ შევარჩიოთ ერთი ან ორი პროექტი მაქსიმალურად, შემდეგ გამგებელი თავის ფუნქციონალურად დაიწყებს ფუნქციონალურად გამოკითხვებს და ძალიან კარგი ხომ შევეცინამდე თავაზეთ მომზადებულ პროექტს, რომელიც სოფელს წლების განმავლობაში დარჩებათ და ნელ-ნელა ჩვენი სოფლის ცენტრების მოწესრიგებას დავიცვათ, გავალამაზებთ მთლიან სოფელს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მწუხარ პროექტებს მოვიცვათ, რომელიც ხვალდაზე არ ჩანს და არანაირად არ აისახება სოფელზე. ეს მნიშვნელოვანი, ნუ დავამთავროთ. ისეთი საკითხების სოფლის პროგრამების გადაჭრა როგორც ასე მოხრეშვა გზებს. ამას ესაც მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს თავისი სახსრებით, კიდევაც გათვალისწინებულ ბიუჯეტში 200,000 ლარი ამ კუთხით. აქ არანაირი პრობლემა არ სოფელს არ ექნება, რომ რომელიმე გზა არ იქნება გაუვლადი. მუნიციპალიტეტი ისე ამას უზრუნველყოფს, რომ ზაკ იყოს გაუვლადი. თავარია სოფლის პროექტებით ისეთი საკითხები გამახორციელოთ, რომელიც სოფლისთვის იქნება მისაღები ყველა ოჯახისთვის და არა რომელიმე ერთი ნაწილისთვის. ეს არის თავარი და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ცენტრი, რომელიც აქვს, ან სხვა რაღაცები, რაც სოფელს ძალიან ჭირდებოდა ამაზეს, ეს საკითხს ვიხსენებ.
მე გითხარით რომ თქვენ ბაგზე აღარ იფიქროთ, ბაგი აშენდება თავიდან ბოლომდე, არ იფიქროთ გზაზე, რომელიც წას მუნიციპალიტეტს მიხედავს ეპატრონება, თავარია. აი ამ პროგრამებით სოფლის მნიშვნელოვანი თემები მოიფიქროთ ერთობლივ. და მაგალითად ისეთ აჩემედია შემოდგას ცენტრის მიხედვით. გავალამაზოთ. განათება თითქმის არ დარჩება. სოფელში არ არის დარჩენება, უბანი განათებული არ იყოს, ამასაც მუნიციპალიტეტი მიხედავს თავიდან ბოლომდე მისი პრეროგატივა და არავის არ შეაწუხებს, არც იმ დენის დასაწყისის განათებას სჭირდება, ასევე დასუფთავებას მუნიციპალიტეტი მიხედავს, რომელიც მილიონ ლარს ხარჯავს. ყოველწლიურად დასუფთავებაში დამეწახებით, რომ სოფელ ოზურგეთში მაქსიმალურად დგას ბუნკერები და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნაგავი სოფლის ბუნკერთან მივიდა, რომ მუნიციპალიტეტი სერიოზულ თანხას ხარჯავს აი ამ კუთხით და გითხრათ 1 მილიონ ლარს შეადგენს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სოფელი გავალამაზოთ, გავასუფთავოთ. ისე მოვექცეთ, როგორც ვთქვით, საკუთარ ოჯახს, საკუთარ სახლს. ძალიან მალე სოფელ ოზურგეთი ისეთი ლამაზი აღნაგობის, ისეთი კარგი გეოგრაფიული განლაგების არის და მოვიდოდეთ ძალიან ქალაქის ტიპის სოფელს გავხდით ამას, თავიდან ბოლომდე გავალამაზებთ, გავარცხინებთ და ერთ-ერთი სამიმუშო სოფელი იქნება და მისამოსული იქნება დღეს მუნიციპალიტეტში. ასე რომ ჩემო სოფელ ოზურგეთში ამით ვქენ ძალიან ბევრი თავი შეგაცხინოთ. აქ ჩემი მეგობრები საუბრობენ და ნაჩვენებია საკითხი, რომელიც ვინ გაწუხება ერთმანეთს და გითხრათ თელი კურცველობთ. და თელი იმ გულით რომ ჩვენ ყველაზე მთავარი რაც მივახცევთ, რაც ჩვენი მონაპოვარი არის ძალიან ბევრი გასაკეთებელი, რომელიც არის სადაც შევეკავანტები, ეს ისედაც შანს ფონაკლებ, თუ ძალიან ბევრი სტუდენტი ჭირს ჩვენს განასოფლებს. აი იმაზე არც ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს რამეს უნდა მივახცევთ ერთად. ჩვენ რაც ჩვენი ღირსება, რაც ჩვენი პირველი მონაპოვარია, ჩვენ თავაზობთ რომ ერთად მართოთ მუნიციპალიტეტს. აქ არავინ არ არის მოსული მადლობის მოსაცმენად, ჩვენ უნდა დავამთავროთ მადლობები საჯარო მოხელეების წინაშე. მადლობა არის ის, რომ თქვენ ჩვენ დიდობა გამოგვეცხადოთ. ეს არის დიდი მადლობა. ჩვენ ყველას გვაქვს. ზოგადად ანაზღაურებთ საკუთარ საზოგადოებას და ამ ანაზღაურებას ინსტიტუტურისგანი, რასაც ხალხი ხვია, ამიტომ ერთხელ და სამუდამო საჯარო მოხელეები. დავამთავროთ ჩვენ დისტანცირება მოსახლეობას. არ არსებობს არანაირი ბარიერი. ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ წუთს, ნებისმიერ ჩვენთაგან, ნებისმიერ სამუდამო შეაწუხოთ. არანაირი დღეები არ არსებობს ამისთვის. არანაირი საერთაშორისო არ არსებობს ამისთვის. ღია არის, გამჭვირვალე აქვს ჩვენი ურთიერთობა. ჩვენი მონაპოვარი რომ ჩვენი საფრანგეთის გამჭვირვალე თავიდან ბოლომდე. ნებისმიერ ჩვენთაგანი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საფრანგეთის ინფორმაციას მიიღებს კრისიერა. დაინტერესდება თუ როგორ, სად, რა გაიგებმა, როგორ კეთდება, როგორ მიდის ნებისმიერი პროექტის მიმდინარეობა. ეს არის თქვენი უფლება და თქვენი ნება ჩვენთან ერთად მართოთ თქვენი მუნიციპალიტეტი. აი ამაში მინდა თქვენი დახმარება, თქვენი გააქტიურება სოფელ ოზურგეთში. სიმართლე გითხრათ, ეს აქ გაცილებით იმედ ხალხს ვეუბნები. თქვენ გამორჩეული ადამიანები ხართ, რომელსაც ძალიან ადვილად გესმით, თუ რა არის მუნიციპალიტეტი, როგორ უნდა იმართოს ის. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ერთი თეზა თავიდან ამოვიდოთ. მე მაინც არანაირს არ მეკითხება. ეს ჩვენ დავამთავროთ. ზუსტად თქვენ გეკითხებით ყველაფერს და ვერავინ ვერასოდეს ვერ მიიღოს თქვენს თქვენს გარეშე. აი ეს არის ჩვენი ღირსება. ჩვენ აი ამას დაგმიდებით დღეს. ჩვენ არ დაგმიდებით რომ ერთ წელიწადში, ორ წელიწადში გარწყინდება სოფელ ოზურგეთი და მთელი მუნიციპალიტეტი. ეს absolutely ტყუილი და ყველა ძალა ვინცაც მოვა. და თქვენ გეტყვით რომ ჩვენ ვართ ის ადამიანების პოლიტიკური გუნდი, რომელიც ხვალ თქვენ დაიგერიგებთ 2000 ლარ პენსიას. ხვალ თქვენ ხელფასებს გაგიხდით 3000 ლარს. ეს აბსურდი და ტყუილი თავიდან ბოლომდე. ჩვენ ნაბიჯი უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ნაბიჯი უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები. ბატონ დავითმა ისაუბრა ამის პირობასაც და თავისუფალი ბიზნესი. და დღეს ვერავინ ვერ მეტყვის. ვერც ერთი მეჭარს, რომელიც შეფასებელი იყოს. რომ რაიმე კუთხით სახელმწიფო ერევა ამ კუთხით. ჩვენ დავამთავრებთ პოლარიზება საზოგადოებას. ჩვენ დავხადეთ დეპოლიტიზირებული პოლიცია. დამთავრდა პოლიციის მანქანების დაყენება საარჩევნო უბანთან. დამთავრდა საარჩევნოების მოყავლა ხალხისთვის. თქვენ ირაკის მიეცით იმდენი ხმა, რაც მიეცით და მიიღო იმდენი ხმა, რაც მიეცით. ამას ვიდებით 16-ში. ვერასოდეს ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ შეძლებს საქართველოში ადამიანებს თავისი არჩევანი მოპაროს. ვერავინ ვერ შეძლებს გაიმარჯვოს იმ ძალა, სადაც არ მიუღია ხალხის მაქსიმალური ნდობა, არ მიუღია მაქსიმალური ლეგიტიმიზაცია. ჩვენ ზუსტად პირველად შემოთავაზეთ, რომ ადგილობრივი პროკურორის რეფორმი გამგებელი აგერჩიათ პირდაპირ წესით. ჩვენ შემოთავაზეთ, რომ მიგვეყო ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელმაც ყველაზე დაახრო და დაავალდებოდა თითოეულ ჩვენთაგანი. მე რა ვშენებ ჩვენი შინაგანი რწმენა არის, ვიყოთ ანგაჟირებული ირაკის, გარდა იმისა, რომ წენა თვითონ და იყოს თქვენთან ანგაჟირებული,
რეგლამენტი მან პირველი სიტუაცია აუწია ხელი ავალდებულებს მას ყოველწლიურად თქვენ ანგაში ჩაგაბაროთ თქვენგან შენიშვნები მოისმინოს თქვენ ხელი მოისმინოს და თქვენთან ერთად მოიტანოს ეს აქტივად ჩვენამდე რომელიც თითოეულ თქვენ ოჯახს აკეთებს არ შექმნილია გუნდი როდესაც გამგების წარმომადგენლებია გამგების ესაც ორი ადამიანი ბატონი ვალერი ბატონი ბადრი რომელიც ვიხოთ იმისა კანონმდებლობა აი მათ ფუნქციებს ასხოვებს ესენი იგი წამით ადაპტირებულად ისე რა ფუნქცია და ის რა ეხება ესენი არიან ერთი მუნიციპალიტეტი და მათ საკითხი არის ზონო თქვენზე და თქვენ აქ ადგილზე შეგიძლიათ კომპორტი მე რა რომ ძალიან ახლოს არის მუნიციპალიტეტი მაგრამ აქ არის შექმნილი ადგილზე ყველა ის კომპორტი რომ თქვენ სოფლიდან გაუსულოთ ნებისმიერ საკითხზე გადაგიწყდებათ და ნებისმიერ საკითხზე პასუხს მიიღებთ თუმცა გითხარით ეხლა ჩვენ არანაირი ბარიერი არ გვაქვს რომ თუნდაც მოგზაურობთ იმიტომ რომ ჩვენ დავამთავრეთ ბარიერები ხალხთან და ბოლოს ჩემო სოფლის ზოგადად ძალიან ბევრი შემიძლია თქვენ გესაუბროთ მაგრამ ძალიან ჩემი გორედო გასცენები მაგრამ ეს ამბავი გითხრათ ძალიან პარტიულად და ძალიან უბრალოდ ევარ მიგით თქვენთაგანი ეგეთი სოფლის ზოგადელი რომელიც არ დავივალდი აფერზე და აი ამ ტაძარში მივიღე ათლასაც და ამაგობ ჩემი ყველა პედაგოგი რომელმაც დამეხმარა განათლება მიიღო და სოდა შორის არსად არ გამჭირვებია აი აქ მიღებული ცოდით ჩემი თავი ჩემი ადგილი დამკვიდრებია ეს იქნებოდა უნივერსიტეტი მეცნიერება თუ საჯარო სივრცე ეს არის ულამაზესი და უძლიერესი კოლექტივი რომელიც ამ სოფელში არის თუმცა მერის სახალხს ძალიან მალე მიიღებს რომელსაც მიიღებს იმ ადამიანსაც რომელსაც საქართველოს კიანობას შეწირა თავი ეს ხოა ძალიან მალე კიდევ ბევრ ჩვენ ღირსეულ თანასოფლებს გაზრდის ღირსეულ სოფლებს გაზრდის რომელიც კიდევ ერთხელ მოუბრუნდება ჩვენ სოფელს და დაეხმარება ჩვენ სოფელს მე ვერასოდეს თქვენ ვერ მოგწონთ რომ მე ჩემში რა უნდა იცხოვრო და მე ისე უნდა გავაგზავნო სწორად თქვენთან ერთად მეზობლობა თქვენთან ერთად თუმცა არ იქნები საჯარო სივრცეში ამიტომ მე თამი უნდა გითხრას ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა ერთმანეთს ჩვენ უნდა ვენდოთ ერთმანეთს აი ეს არის ჩვენი პირველი თხოვნა თქვენთან დანარჩენ ჩვენ პირდებით რომ არასოდეს ჩვენ არ განშორდებით თქვენ და ასოც არ იქნებით დისტანცირებული თქვენს მიმართ ჩვენ ვართ მზად გაგიზიაროთ თქვენ ხელისუფლება და თქვენთან ერთად მარტო მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ ჩემო მეზობლებო ჩემო მეგობრებო ჩემო მასწავლებლებო კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გაგიხადოთ ბრძანებისთვის კიდევ ერთხელ მინდა მოგწოდოთ ყველას გავაქტიურდეთ ჩვენი სახლისთვის ჩვენი ოჯახისთვის და არასოდეს ვარი არ უთხრათ უკეთეს მომავალს ასოდეს ვარი არ უთხრათ უკეთეს საქართველოს და უკეთეს ჩვენს სოფელს იმიტომ სხვა ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია გარდა ერთიანობისა და მოიგე ერთიანობით სიყვარულით ვაშენოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი და თუ რატომ უნდა დაუჭიროთ ხარი ქართულ ოცნებას მე ამაზე ფაქტობრივად გელა გესაუბრებ დღეს ეს არის ძალა რომელმაც შეიძლება ჩვენ კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოს ცივილიზებულ ევროპასთან კიდევ ერთხელ უფრო მეტად დაგვაახლოს ნატოსთან და დამთავრდეს ეს ყაზახებული მინიშნებით რომ ქართული ოცნება რაიმე კურსით ცulis კურს არასოდეს ქართული ოცნება არ შეთვის იმ კურს რაც თქვენ აირჩიეთ ჯერ კიდევ უდიდესი უახლოეს რეფერენდუმი ქვია ჩვენი გზა არის ევროპა ჩვენი გზა არის ნატო და დღეს ისე ვარ ახლოს აი ამ რეალობასთან როგორც არასოდეს ამიტომ ერთადერთი თუ გვინდა ეს ყველაფერი არ შეიცვალოს უბრალოდ უფრო გაგძლიერდეს მშენებლობა გაგძლიერდეს თქვენი ოჯახები უფრო მეტი თქვენი თანამემამულე იყოს დაცული უფრო მალე მიიღოთ ღირსეული პენსიები უფრო მალე მიიღოთ ღირსეული ხელფასები კიდევ ერთხელ მინდა რომ ნდობა გამოსვლოთ ქართულ ოცნებას და მე კრიტიკები თქვენო 2017 წელი იქნება უკეთესი ვიდრე 2016 წელი და ყოველწლიურად ჩვენ ძალიან ბევრ საკითხი არის ძალიან ბევრ კეთილ საქმეებზე მოგვიწევს თქვენთან საუბარი თამაში იყოს უნდა დარწმუნებული როგორც აი აქ ხორციელდება ორი უდიდესი პროექტი სოფელში რომელიც არასდროს არ განხორციელებულა მე ვერავინ ვერ მეტყვის არა ვარ სტუმარია არც ძალიან ბევრი მახსოვრობა მაქვს რაც ამ სოფლის თავდადასხმებია ვერავინ ვერ მეტყვის ვერასოდეს ერთ წელიწადში აი ამ სოფელში 3 მილიონი ლარი დახარჯული ვერც კომუნისტების დროს თუმცა ზოგიერთი მისტერია ვერც იმ პერიოდში ვერ გამახრო 3 მილიონი მაინც დახარჯული იყო სოფელ ზურგეთში შეხეს პერიოდში სოფელ ზურგეთში 3 მილიონი ლარი დაიხარჯება ჩემო მეგობრებო ეს მოხდება თქვენს შვილებს და თქვენ შვილიშვილებს დიდი მადლობა ბატონ ზურგეთის გამგებელი თუ შეგიტყვებით შეიძლება თუ ახლა გვაქვს გამგებელთან იპასუხოთ ყველა შემდგომში რაც როგორ გადავწყვეტოთ მოგესალმებით ყველას და როდესაც შევეცდით მეგობრის ანგარიშს
იმ სკოლებს, რომლებსაც რაღაცა პრობლემები დგას, იგითობით მოუწევს დავუშვათ აი პრობლემის მოგვარება. ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემასაც შევუწყებთ, მაგრამ ასფალტის საფრის აღდგენა ეს და რაღაც პერიოდი სერიოზული კაპიტალური ხარჯები ჩატარება წარმოუდგენელია 60,000 ლარი, იმიტომ რომ ეს მთლიანად არ ეყოფა მაგას, სულ ასფალტის საფარი აღოდგენა და ასე ფაქტობრივად ეს გამორიცხულია. მაგრამ კიდევ ერთხელ თუ რაღაც არა მარტო შეიძლება რაღაცა სხვა პრობლემას სამშობლოში ჩვენ შეგვიძლია ჩამონათვალოთ გავაკეთოთ შემდეგ რესურსებთან ერთად გავიგოთ ამ ყველა დეტალს და იმის მიხედვით თუ რომელ სკოლაში უფრო ასე ვთქვათ ჭირდება და მნიშვნელოვანია ამ თანხის დახარჯვა და უყურებთ იმას ასე რომ ვფიქრობ რომ შეიძლება ჩემი პასუხი ამ პროდუქტის დამოკიდებულება არ იყოს მაგრამ სამართლებრივად მოიწევს ამას რომ ეს ასე არ დავუშვებთ და არ დავუშვებთ დაპირამისას მე ამიტომაც მხოლოდ ეს შეგვიძლია გითხრათ ჩემთვის არანაირი პრობლემა არ აქვს ამას ეს თანხა მოსკოვში დაიხარჯება პირიქით ძალიან დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას მაგრამ მოგინახოთ გავიაროთ ერთად ჩამოყალიბდეთ მე მოვიწევს ამასთან დაკავშირებით შეხვედრა თანამშრომლობა და ამის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებას რაც შეეხება მემიდე ორიენტაციას შეერევ ჩვენს უშუალო დამოკიდებულებას იმას რამაც ასე ვთქვათ წელიწადების განმავლობაში და ჩვენ ვართ ამ გრუპის ხელისუფლებაში მოსული მე მასწავლე ძალიან კარგად 2015 წლის იანვარი როდესაც ჩვენ იანვარი თებერვალში დაამახსოვრს პირველად ჩავატარეთ ადმინისტრაციული შენობაში სოფლის ხარდამჭერი იქნება სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდან დავიწყეთ მაშინ მახსოვრს იქ იყო მთელი რიგი პრობლემები რომელიც მაშინ შეგვიძლია და მე პირადად დაპირებას რომელიც წარმოუდგენელი იყო რომ მაშინ იყო ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც ამბობდა რომ შეიძლება ცხოვრობ თავის განმავლობაში და ეს რაღაცები არ ხდება მაგრამ მინდა გითხრათ რომ ის დაპირება როგორც მე მაშინ კიდევ თქვენთაგან წინაში გავუცი ფაქტობრივად უკვე ძალაში შესულია ბოლო ტენდერს მოაწერე ხელი ეს არის საბავშვო ბაღის შენობება რაც შეეხება ქსის რეაბილიტაციას უკვე რამდენიმე დღეა გამოცხადებულია და აპრილიდან უკვე სამუშაოები შეუძლია დაიწყოს გამარჯვებულ კომპანიებს ასე რომ ჩვენი ყოველი სიტყვა ყოველი ნათქვამი არასდროს თული არ მოხვალს არ სვაპირებ რომ ოდესმე ვინმეს ერთხელ მაინც როცა ისიც რომ ზოგადად რაღაც ჩემი ასე ვთქვათ რაღაც სოციალურ ავერიდო თავიდან ამისთვის თული თქვა მიჩემია რომ ყოველთვის პირდაპირ თქვა ჩემი საქმეზე და არასდროს ადამიანს არ კონდეს რაღაც იმის განხდა და თული დაიმერება მიცე მაგრამ მე შემიძლია ამავდროულად სულ პასუხისმგებლობით გამოცხადდეს რაც ამ წელიწადების განმავლობაში და ზოგადად იმ 3 წელიწადის განმავლობაში განმავლობაში ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას დავუკეთებია ასე ვთქვათ ჩვენ დამოკიდებულება და დაპირებები გავუწია არასდროს არავითარ არ ვფიქრობ რომ ესეც ნათელი მაგალითია იმის როდესაც მე მაშინ პირდაპირ გითხარით იმიტომ რომ თუ მდგომარეობაში იყო სოფელ მახარაძის ბაღი და სწორედ ყველაზე დიდი ასე ვთქვათ ნებათაღელვა შეფერებაზე ბაღის პრობლემებთან დაკავშირებით იყო მე ძალიან კარგად მახსოვს მაგრამ მაშინ ვთქვი რომ 2015 წელს ეს ვერანაირად ვერ მოხერხდება იმიტომ რომ განსაზღვრულია თანხები და სხვადასხვა მიმართულებებაში იყო მაგრამ 2016 წელს ეს იყო რეალურად განსახორციელებელი პროექტი და როგორც გითხარით ეს უკვე ასე ვთქვათ დაპირება შესრულებული ასე რომ ძალიან ბევრ თემაზე რომელზეც ისაუბრეს ჩემი კოლეგებმა ასე ვთქვათ ჩვენი გუნდის წევრებმა მინდა რომ აბსოლუტურად ყველაფერში დავეთანხმო და სრული მხარდაჭერა ამავდროულად ჩვენი მხრიდან იმასთან დაკავშირებით რომ ყოველთვის ვიქნებით იმ ადგილას სადაც თითოეული თქვენთან ჭირდება აქვე სწავლობრივი მოსულიერების ძირითადად ალბათ მაინც და ჩემს წარმომადგენელს ბატონო ვალერის ბატონო ბადრის უწევთ მოსვლა იმაზე რომ ეს რეალურად უჭირს მოსახლეობას ძალიან ბევრი ძირითადად სოციალური ფონი მუნიციპალიტეტში და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან მძიმე სამწუხაროდ მაგრამ დამეწმოთ რომ ჩვენ არასდროს არ დავაღლებთ დას არასდროს არ გავუხედავთ გვერდზე და ვიღაცას არ დავუწყოთ უკურატორად და მე ვფიქრობ რომ ამის ნათელი მაგალითი უნდა თქვენი სოფელი და არა მარტო თქვენი სოფელი ყველა სოფელი შემიძლია თქვა სრული სიამაყით ასევე ძალიან დიდი ბედნიერება ის როდესაც ადამიანს გვერდით უდგებით და ჩვენ ამის შესაძლებლობა მოგვეცა რომ არასდროს უკან არ დავეშოთ ყოველთვის გქონდა ჩვენი იმედი იმ ძალიან დიდი და განსაკუთრებული პროგრამისა, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო
როდესაც ქვია ის საპოლიტაო ჯანდაცვა და რომელსაც ფაქტობრივად ძალიან ბევრი ქართული სიცოცხლე გადაარჩინა, ამოდროულად აქაც იმ ნარჩენ თანხებზე, რომელსაც ესე ვთქვათ, ვერ ახერხებს მოსახლეობა ამის გადაწყვეტა, ჩვენ აქაც შევდივართ რაღაც პატარა წილით, რომ კიდევ უფრო შევეშველოთ ერთმანეთს და ჩვენი სიცოცხლე გადავარჩინოთ. მე უბრალოდ მინდა ერთი რამ ვთხოვოთ ყველას, რომ არასდროს არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, რომლებიც შედგენილობენ დამცველები რაღაც არარეალურობენ, თითქოს ხელისუფლება ასე აკეთებს, ისე აკეთებს, ჩვენ შეგვიძლია ძალიან სწორი ინფორმაცია მიიღოთ ჩვენგან, ჩვენი კოლეგებისგან, ჩვენი თანამშრომლებისგან, ჩვენი დეპუტატისგან, რომლებიც რეალურად გაქცევენ ყველა პრობლემაზე პასუხს და ამავდროულად შეგვიძლია ჩვენთანაც გადაამოწმოთ, ასე რომ რაღაც ესეთი რამ, რაც შეიძლება ხელისუფლება არ შეიძლება ამას მაინც მოუბრალებია. სამდღარ ფოთლებს რომ გადაამოწმოთ და არაყვეთ იმ ადამიანების ხმებს, რომლებსაც ასე ვთქვათ, არიან ჩვენი სახელმწიფოებრივი ჩვენი მუნიციპალიტეტები და ასე შემდეგ. აქვე ერთ რამასაც ვეთქვით, რომ მე პირადად მინდა ამდენად წავიდე იმ იმედით, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდება, კიდევ უფრო ახლოს მივართ ერთმანეთთან და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ცოცხლობთ იმ იმედით და ჩვენ ვახორციელებთ ყველა იმ საქმეს იმ იმედით, რომ თქვენი ხალხაჭირა გვექნება თავდაპირველად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. პრობლემები ყოველთვის უთხრათ ერთმანეთს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ დგომის გარეშე ვერასდროს ვერ შეგვიძლია ვერაფერს გაგებინოს. ჩვენ რომ ამას ვგრძნობთ თითოეული თქვენთაგანისგან, როდესაც ვგრძნობთ სოფელ მახარაძის ხალხაჭირას, ამერწმუნებს, რომ გაცილებით უფრო გვიადვილდება ნებისმიერი საქმის გაგება. ასე რომ თუ კი რამე გეხდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის თითოეული თქვენთაგანის დამსახურება იმ სწორი მიდგომისა, რომელსაც თითოეული თქვენთაგანი აკეთებთ ამდენი წლის განმავლობაში. 2012 წლიდან დღემდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააგრძელებთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კიდევ. მინდა ამ კარგი იმედებით დაგემშვიდობოთ და დიდი მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა გეტყვით მე. ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებით ირაკლის ხაიძის და ბადრი თავდუმაძეს ყველა დიდი მადლობა. ძალიან გთხოვთ. აი ამ ხელაშვილი მყავს მიწაში. ძალიან ბოდიშ მოგიხდით მე. მაგრამ როცა მივარ და დაგხვდება საფლავზე ნაკელი. გავითვალისწინოთ იგივე რომ შეგვიღობეთ საფლავი. ყვავით ვერ დარდები. ჩარჩი დავუყე შვილი. მეუღლე ორთავე ერთად მივარ და დაგხვდება ყვავილი ხებით სამსები და ნაკელი გულზე. ძალიან გთხოვთ ყველა. დიდ მადლობა ჯიბიდან ფული ამოიღო იმან და თანხმარა თვითონ იმან და ყველა. დიდ მადლობა მოგაცემთ. შეგვიღობეთ ხოლმე. ძალიან გთხოვთ შვილებო, ძალიან გთხოვთ ყველა. ანიხდება როგორ მივიდე. მეოთხე ოჯახიდან აკადემიაში წამოვედი ნახავ. იგი წავარდი ნახავ. ჩემი მითითი და სამხედროა მეორე და სამხედრო შვილი ყავდა იმალიდე შვილი. სულ კაკალი მუხლებში რომ ჩემი შვილი საფლავზე ნაკელი არის. და ყველა საკაბოს. ბოდიშ მოგიხდი მე დედავარ. რომ საკითხი მუხლები ნაკალი. იმათ რომ გასაგებია მაგ თავდამაძე ხებს დენის და მე ჩემს გვერდით გადის და აკრონოს იგი. ძალიან დიდი მადლობა სამას განსაკუთრებით. Აბა მიჭირდა რა. გადააჩვენა. იგი შემოუყურებდა ჩემი შესაძლებლო საქმე. აღშენი შემოუყურებდა. მე მოდი ნახდება. იგი და შემოუყურებია. არის შემოდივა გორდინარი. მე ნახდი და შეჭრა. აია. ორე. ეს ჯამოდა როგორ ბაასა ვიტო და მოსურებია. და ჩაისა 60 მეტრი სოფლია საფიარის ეზოს და მიახლოებით 70 წუთი ახალი დაბლა. ახალი დაბლა და
თან ეს ისეთი თემაა სასაფლაო, რომ ეს ნახევარი, ესე იგი ჩამოდის წვიმა, რამე გეტყობეს, ალბათ ესე იგი ამ კედელს, ხო?
მე მგონი უფრო მეტი თქვენი აქტიურობით შესაძლებელია ამის გამოსვლება. და ამას მიაქციეთ ყურადღებას. ერთი კიდევ გავაფართოვოთ ყურადღება, რომ ბატონი დიმიტრი აი მეამაყება რომ ასე ბატონი გამგებლელი, ბატონი დავითი, ყველაფერს აკეთებს, არა მარტო სოფელ ოზურგეთის, არამედ საერთოდ რეგიონის საკეთილდეობდა. განსაკუთრებული ურთიერთობა დიდი ხნის გაკავშირებს ბატონ დიმიტრისთან და საამაყოა კიდეც რომ აი ესეთი კარგი ადამიანი, ცოდნი ადამიანი, სიღრმისეული ცოდნა რო აქვს, არის თქვენი კიდე სოფელ ოზურგეთის და დამეშნეთ რომ თქვენთან ესე იგი ჩვენთან ერთად ის განსაკუთრებით მოწადინებულია რომ ის წინააღმდეგობები რომელიც არის ჩვენ ცხოვრებისეულ ურთიერთობაში ჩვენ საქმეში უფრო მალე და ოპერატიულად გამოგვიყვება იმ კომპეტენციის ფარგლებში და ჩვენ შეგვიძლია მე მინდა მოგესალმოთ და თვითონ სამხარეო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ჩვენ დავამყარეთ ბატონო მერაბი გამემოწმება ბატონი დავითი ბატონებო ბატონი დიმიტრი რომ ჩვენ დავამყარეთ კარგი ურთიერთობა მუნიციპალიტეტთან საკრებულოებთან გვაქვს კარგი ურთიერთობა გამერჯვეთ რომ თუმცა ეს ურთიერთობები არის ზომიერი ურთიერთობები და გამომდინარეობს ჩვენი ურთიერთობის სიმყარისგან აი სწორედ ზომიერი ურთიერთობები და თანამშრომლობა, კოორდინაცია ჩვენთან განაპირობებს ჩვენი საერთო საქმის კარგად დამთავრებას, რაც სასიკეთო წარღვიება მოსახლეობას. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს, თვითონ სამხარეო ადმინისტრაციაში 4 შაბათობით, მაგალითად, თვალ ბატონებო, არის მიღების დღე. შეიძლება იცით, თუ არ იცით, მე გახსენებ და ჩვენი კარი, როგორც მუნიციპალიტეტის ყოველთვის ღია, შეგიძლიათ მომზადდეთ და როგორც ესე იგი რახან საერთო საქმეს ვაკეთებ, შეგიძლიათ დააყენოთ ის საკითხები, მისი გადაწყვეტა, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია სამხარეო ადმინისტრაციაში. ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ მომზადდეთ და ის გავიზიაროთ ის ხინი თუ ხილი, რომელიც საერთო ის არის და უნდა აღმოხდათ ესე იგი ყველაფერი ერთად. აი ხვალ მაგალითად არის მიღების დღე კიდევ მეორე ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის რომ ჩვენ მოვისმინოთ და დაგეხმაროთ. სხვა მხრივ რა ვიცი, ახლა ძალიან კაი სოფელია, ესე გაზიფიცირება არის და თვითონ გამგეობა საკრებულო ყველაფერს აკეთებს. ჩემი აზრით, იმ ფარგლებში რაც მას შეუძლია და რაც დაგხვდა ბატონი გამგებელი, ბატონი დავითი მე უსმენდი ძალიან დიფერენცირებად და არ არის ხალხი გამილებელი. ის გახდება მხოლოდ იმას, მისი შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ გამგეობას და საკრებულოს და ბატონი მერაბის სიტუაცია და ყველაფერს ჩვენთან ერთად გააკეთეთ, რომ ის რაც არის პრობლემები, ესე იგი, ამ სოფელში ჩვენ არ მოვყავთ. დიდი მადლობა ყველაფერსათვის და ისურვებ წარმატებას. მადლობა, ჩვენ ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა.